გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხისტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ დღევანდელი სავსე მთვარე უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. ნახოთ, ტრადიციული ვიდეოა, ასე ვთქვათ, ჩემს არხზე. ვისაც გამოწერილი გაქვთ, იცით. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხებათ თქვენ. ვიხარ თქვენ დღევანდელი მდგომარეობით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ისწავლეთ ემოციების მართვა, საკმაოდ ესეთი ენერგიული ტემპერამენტიანი ადამიანი ხართ, თუმცა აკონტროლებთ, ასე ვთქვათ, საკუთარ ქმედებებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში იხარჯებით, თუ საქმე სჭირდება ასე. ასევე თქვენ გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, ან უახლოეს პერიოდში შემოგივათ, ან უკვე ეს არის მიმდინარეობს რაღაც საუბარი საქმესთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ უკვე განაცხადეთ თანხმობა. დაახლოებით ასეთია თქვენი სიგნიფიკატორი კარტები. თუ არ მოიცანით საკუთარი თავი, საკუთარი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, 70% მაინც თუ დაემთხვა, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა სიტუაციაში ხართ, რა თქმა უნდა, მაშინ ეს ვიდეო არ გეხებათ თქვენ და ასკროლეთ. მათთვის, ვინც დარჩით, რა მოაქვს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში, რას უნდა ელოდოთ, ასე ვთქვათ, სამყაროსგან დღევანდელი სავსე მთვარეობის შემდეგ. არჩევანი მოდის თქვენთან უმრავლესობა თქვენგანთან შემოდის წინადადება, რომელზეც თქვენ ფიქრობთ, დათანხმდეთ თუ არ დათანხმდეთ, რადგან გგონიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ საკუთარ თავში დაჯერებული ადამიანი, მიუხედავად ამისა, თქვენ ფიქრობთ, შეძლებთ ამას, შეძლებთ, ასე ვთქვათ, თქვენი აზრით ამ ტვირთის მხრებზე აღებას, თუმცა ეს ტვირთი არ არის ძვირფასებო. თქვენ რა თქმა უნდა შეძლებთ, ამაში გეხმარებათ უმაღლესი ძალების სამყარო და ამ მომენტში ასე არის, რომ ეს არჩევანი, რაც მოგეცემათ, თქვენს ბედს უკეთესობისკენ შეცვლის. კიდევ ასე ვთქვათ, ამ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში რა მოაქვს თქვენთვის დღევანდელ სავსე მთვარეობო. ძვირფასებო, ესე იგი, არ მინდა ხოლმე ასეთ ვიდეოებში სიყვარულის თემა ვახსენო, თუმცა უკვე მე რამდენი არკანი ადასტურებს, რომ ეს სიყვარული მოაქვს. რა კუთხით ვნახოთ, აი სიყვარული მრავალმხრივია და ეს რას ეხება? ეს რა თქმა უნდა ადამიანს ეხება, ძვირფასებო, რომელი ღმერთო ჩემო რა კარტები დაგეწყოთ. ესე იგი, ეს ეხება ადამიანს, რომელსაც შესაძლებელია თქვენ დიდი ხანია ელოდებით, ან ის გელოდებათ, რაღაც ლოდინიარი, დიდხნიანი, ეს არ არის ახალი ნაცნობობა. შესაძლებელია ეს არის ადამიანი, რომელსაც თქვენ უკვე დაშორდით და რომლისთვისაც თქვენ ხართ ოცნება, სანუკვარი ოცნება, შეიძლება ითქვას რაღაც აუხდენელი ოცნება ხართ და სწორედ აი ეს სიტუაცია მოდის თქვენ ცხოვრებაში. ვისთვისაც სიყვარული არ არის აქტუალური, ეხლა წავიკითხავ თქვენთვის. ესე იგი, თქვენ ცხოვრებაში მოდის სასიამოვნო შეგრძნება, სასიამოვნო მოდის გეხდეთ, ძვირფასებო, მომიწია ვიდეოს შეწყვეტა, განვაგრძოთ ისე. მათთვის, ვისთვისაც არ არის სიყვარულის თემა აქტუალური.
თქვენთვის მოდის უახლოესი 2 კვირის განმავლობაში თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილის და მიზნის ახდენა და ასრულება. შეიძლება თქვენ ეს აქტივობა, ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით, რომ აგეხდინათ ეს მიტოვებული ქონდათ რაღაც თითქოს თვლიდით, რომ დაამთავრდა რაღაც ამოწურა თავი და შორეული ფიქრებია და შორეული ოცნება ამაზე ფიქრი. თუმცა ეს უახლოესი კვირა მოგცემთ თქვენ იმის გარანტიას და რეზულტატს, რომ სასწაულები ხდება ცხოვრებაში და ამოქმედდით, რადგან სწორედ ახლა არის ამისთვის შესაფერისი დრო. კიდევ ნახოთ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში ეს მომდევნო 2 კვირა. თქვენ წახვალთ შიშებისგან მხიარულებაში. მიდიხართ იმ მდგომარეობისგან, რაც არის სევდის მონგრელი და რაც არის რაღაც, იცით როგორ რაღაც გაურკვეველი, რაღაც ბნელი მდგომარეობა, როდესაც თითქოს გამოსავალი არ არსებობს, ესე არ მინდა თქვა, იმიტომ რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს ცოცხალი ადამიანისთვის. აი ამ მდგომარეობიდან მიდიხართ, რაც თქვენ მელანქოლიაში გაგდებთ. მიდიხართ მხიარულებაში, მიდიხართ ხალისში, მიდიხართ ხალხში, მეგობრებში. ეს არის თქვენი რაღაცა უახლოესი წრე, თქვენი საყვარელი ადამიანები და იცვლება თქვენი განწყობა, ხდება უფრო მხიარული, უფრო ამაღლებული. თქვენთან ძვირფასებო, 90%-თან მოდის დიდი ფული, თანხები, რაც საშუალებას მოგცემთ შეინახოთ კიდეც და აგროვოთ კიდეც, გადადოთ რაღაც, ასე ვთქვათ, ესე იგი იმდენი თანხა, რომ დახარჯავთ, კიდევ გექნებათ იმდენი, რომ შეინახოთ, რადგან არ არის საჭიროება ამ თანხის დახარჯვის. რაღაცა ასეთი. ამასთან დაკავშირებით ძალიან გახარებული იქნებით ძვირფასებო, ეს 90%-თან და ის 10% დაუშვათ შესაძლებელია 10%-თან ასე რეზონირებს, რომ თქვენ ცხოვრებაში მოდის, ასე ვთქვათ, სიტუაცია, სადაც თქვენ შეძლებთ თანხების გამომუშავებას, სადაც თქვენ შეძლებთ ფინანსური თავისუფლების მიღწევას, რაც აისახება თქვენს გონება განწყობილებაზე. ოღონდ სანაცვლოდ რაღაც არის საჭირო, სანაცვლოდ ეს თანხა ითხოვს მოქმედებებს. ეს უბრალოდ ესე ციდან მანანასავით არ გეძლევათ, ციდან რომ იცით ბიბლიური სიუჟეტი, ციდან რომ ცვეოდა მანანა და მიირთმევდნენ 40 დღე უდაბნოში, ესე არ მოდის. ეს მოდის თქვენი, ასე ვთქვათ, ძალისხმევის ხარჯზე. კარგით, კიდევ ნახოთ რა სიტყვის კარტები. სიტუაცია ძვირფასებო, სადაც თქვენ თითქოს იყავით უძრაობაში, არაფერს არ აკეთებდით, თავს თვლიდით მსხვერპლად სიტუაციის, ეს სიტუაცია ნულდება, ფაქტიურად განვლდა უკვე ეს სიტუაცია, რადგან ასეთი იყო ნება ღვთისა. შეიძლება ითქვას იეროფანტის მიხედვით, თქვენ გეძლებათ ეხლა არეალი იმის, რომ ამოძრავდეთ, ასე ვთქვათ, ჩაერთოთ ინტელექტუალურად რაღაც საკითხებში, რაც გამოიწვევს შემდეგ თქვენს წინსვლას, როგორც ფინანსურად, ასევე თქვენს გონება განწყობილებაზე აისახება შესანიშნავად. იმედგაცრუებას შეცვლის თავდაჯერებულობა და ფინანსები. დიახ, აქ ფინანსებზეა საუბარი, შეიძლება იყოს მაღალანაზღაურებადი სამსახური, შეიძლება იყოს პრემია, ან ვინმე დაუშვათ დაგებრუნოთ ვალი, რაღაც დიდ ფულზეა საუბარი, დიდ ფინანსებზე. დიახ, წარმატებებს გისურვებთ, უახლოესი 2 კვირა თქვენთვის იქნება, შეიძლება ითქვას აღმაფრთოვანებელი, სასიხარულო და აისახება თქვენს გონება განწყობილებაზე.